მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს პირველი დღე არის ივნისის, პირველი ზაფხულის დღე არის და ვნახოთ ახლა ჩვენ რას მოგვიტანს ჩვენ ეს პირველი დღე, პირველი კვირა, ხო, ზაფხულის კვირა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენ და განვიხილოთ, ესე იგი, აქ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ფინანსები და ურთიერთობა, მაგრამ მანამდე ვნახოთ ჩვენ ახლა თავისთავად სიგნიფიკაცია. ანუ ეხლა ვისთვის იქნება ეს გაშლა, მე რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ვნახოთ ეხლა ვისთვის უფრო იქნება ეს დღევანდელი გაშლა. აქ სულ მზის არკანი არის, ხო? მაგალითად რა კარგი ლამაზი მზის არკანი არის, ხო? კარგი, აბა ვნახოთ ჩვენ რა მოვა. ეხლა რა ენერგიებში მყავხართ. აჰა, მზის არკანი კი ამოვიდა, მაგრამ რაღაცნაირად ამოვიდა სხვანაირად. და კაი იყოს ესე. ну, პრინციპში მე შემიძლია გითხრათ თქვენ, რომ აქ ეხლა არც ისეთი სიტუაცია, რომ თქვათ ეხლა საინტერესო არის, შეხედეთ აქ როგორი საინტერესო არის დასტა. ეხლა ნახეთ რა ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ცოტა კი წამოვიდნენ რაღაცა ცოტა უკუღმა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც კარგი არკანები წამოვიდნენ, იმიტომ რომ აქ თქვენ ხართ ეხლა ისეთ ენერგიებში, როცა ცდილობთ პრინციპში რამე უფრო რამე პრობლემები თუ გქონდათ დაუშვათ, ხო? ან რაღაცას შეიძლება გაუგებრობა თუ იყო, თქვენ მაინც აქ ხართ მზად იმის მიუხედავად, რომ თქვათ შეიძლება რამე დაბრკოლებები არის, ხო? ან ვინმეს არ უნდა რომ დაუშვათ იყოს თქვენს ქუჩაზე იმი, ხო? თქვენ მაინც არ ნებდებით და თქვენ მაინც მიდიხართ თქვენს გზაზე. აქ მე არ გამიკვირდება, შეიძლება ვიღაცამ დაუშვათ მოხდა როგორი სიტუაცია იყავით, შეიძლება თქვათ, ან თქვენ მშობლიურ სახლში და თქვათ სადღაც მოგიწიეთ წასვლა. ან დაბრუნება, თქვათ, ну დაუშვათ საზღვარგარეთ ხართ, ჩამოხვედით, მოინახული თქვენი სამშობლოში, თქვენი მშობლები დაუშვათ და წახვედით, ხო? და ну მაინც ცოტა დასანანებელი არის დაუშვათ, ხო, ესეთ მომენტები. ან იყავით, თქვათ, მშობლებთან წასულები დაუშვათ და შეიძლება თქვენი შვილები სადღაც წავიდნენ და თქვენ გული დაგწევდათ. ეგაც შეიძლება იყოს. კიდე შემიძლია თქვა, რომ აქ რაღაც დარდი, რაღაც აი ესეთი დარდი თუ რამე გქონდათ, ესეც მიდის, იმიტომ რომ აი თითქოს როგორ არის, იცით, ღმერთისგან ითხოვ თქვენ დალოცვას რა, ანუ დამლოცე, ან მამაო დამლოცე, ან ღმერთო დამლოცე იმისათვის, რომ მე ყველაფერი გამომივიდეს, რაც მე ჩავიფიქრე. ну, აი ეგეთი მომენტი კი არის აქ. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ თუ ეს სიტუაცია თქვენ იცანით, ახლა უკვე დავდოთ ჩვენ რა ენერგიები გველოდება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ სამომავლოდ, ანუ ამ პირველი ზაფხულის კვირის განმავლობაში. დავდოთ. ეხლა ვნახოთ რას გვიმზადებენ ჩვენ საქმიანობის თემებში, შეიძლება დაუშვათ ეს იყოს სწავლა ზოგისთვის ბიზნესი, ну ვნახოთ ეხლა რას გვაჩვენებენ ჩვენ, რა სფეროებს გვაჩვენებენ, ვნახოთ. ეს ჩვენი საქმიანობა. ფინანსები, რა თქმა უნდა, განვიხილოთ ახლა ჩვენ რას უნდა ველოდოთ ჩვენ, რას მივაქციოთ ყურადღება, რით გაგვახარებენ, ხო? და რა თქმა უნდა, ურთიერთობაზეც შევხედოთ, აბა რა გველოდება. აქ დღეს რა ამოვა. ნახოთ. დღეს ძალიან სასიამოვნო დღე გვაქვს ჩვენ კიდე. პირველი დღე, ის მე რო გეუბნებოდით, ტაროლოგების კლუბი გავხსენით, სადაც იქნება ბევრი რამ საინტერესო იმათთვის, ვისაც უყვარს ტარო, ვისაც უნდა სწავლა, ან სწავლობს, ან მეტი ინფორმაცია იცოდეს.
ნახეთ, აბა ჩვენი საქმიანობა. აჰა. ნუ რა შემიძლია გითხრათ? აქ ახლა უეჭველი არის ძალიან კარგი ენერგია. ეს არის წინსვლა, ეს არის წარმატება. თუ თქვენთვის რაღაცა კარები იყო დახურული, აუცილებლად თქვენ ნახავთ ძალას, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და თქვენ მაქსიმალურად ყველანაირად გაუმკლავდებით რაღაც სიტუაციებს. ხო, სიტყვაზე ახლა დაუშვოთ, ახლა რა შეიძლება რა მაგალითები, ახლა რა თქმა უნდა, ეს არის თანახეთ აქ როგორი წარმატება, მე მოვერიე ის, მე გამოვიდე. არის რაღაცა ეთყობა პერიოდი ისეთი, ხო არის ზოგჯერ თქვა დახურული პერიოდები, სადაც თქვა, არაფერი არ ხდება რა. ვაკეთებ რაღაცას, ვცდილობ, მაგრამ შეიძლება თქვენ იყავით უფრო კიდე ესეთ კომფორტის ზონაში, ან არჩევანის წინ, ან რაღაცას ახლა გეგმავდით დაუშვოთ, ხო? ასე მოვიქცე, ისე მოვიქცე, ეს ავირჩიო და აქ შემიძლია გითხრათ, რაღაცა რისიც თქვენ გეგონათ, რომ კარები დახურული და მე ვერ შევძლებ, აქ თქვენ ისეთი ძალა გაქვთ და ესეთი წარმატება, რომ შეძლებთ კი არა, მაგრად შეძლებთ რა. ანუ რაღაც სერიოზულ სიტუაციას გაუმკლავდებით ძალიან მაგრად რა. შეიძლება შიში გქონდა, დაუშვოთ ახლა მე ჯერ კიდე დრო მინდა, მე ჯერ კიდე თქვათ ახლა არ ვიცი რაღაცა, კიდე უნდა ვისწავლო, ხო? მაგრამ ისე ძალას აღმოაჩენთ თქვენ, რომ გაოცდებით, იმიტომ რომ თქვენ აქ იმოქმედებთ და თქვენ რომ იმოქმედებთ, თქვენ რაღაცა ძალა მოგეცემათ, რომელიც დაგეხმარებათ ამ დახურული კარების გახსნაში. მიხვდით? იმიტომ რომ არის ზოგჯერ ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ რა ვიცი მე ახლა, ზოგი კიდე ნახეთ, შეიძლება თქვენ რაღაცა გინდათ რომ ისწავლოთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ მე უკვე რაღა დროს შემისწავლა. ეს ისეთი დამღუპველი რამეა, გეუბნებით, რომ ნებისმიერ ასაკში მთავარია თქვენი ნდობა იყოს და თქვენი სურვილი იყოს, ნდობა სამყაროსადმი, ნდობა, თქვენი თვითდაჯერებულება იყოს, აუცილებლად თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში შეიძინოთ რამე ისეთი საქმე, ან დაიწყოთ ისეთი საქმე, რომელიც თქვენ მოგისურვებათ, იმიტომ რომ გააქვთ მაგისტრის ძალა, გააქვთ მაგისტრის ისეთი ენერგიები, ხო? ოპტიმიზმი, მაღალი ძალები, ორი მაღალი არკანი, ხო? გაძლევთ თქვენ მაგის საშუალებას და აქ რაღაცა ტრიუმფი ტრიალებს, რომ მე მოვერიე, მე შევძელი, მე მეგონა რომ არ გამოვა, მაგრამ გავბედი და გამომივიდა. ეგეთ რა ხდება? აქ შეიძლება გადაასვლათ გინდათ სხვა სამსახურში, შეიძლება ფიქრობდით, რომ უკვე რაღაცა ის არის, თქვათ, ხო? შეიძლება დაუშვათ თუ სადმე გეგმავდით თქვენ სამუშაო წასვლას და ფიქრობდით, რომ უკვე თქვათ, всё, ეს კარები არ იღება ჩემთვის რა, ვიზას არ მაძლევენ სიტყვაზე, სამუშაო თქვათ არ არის, ან ვზივარ ახლა ამდენი ხანი უმუშევარი, აქ გეუბნებით, რომ თქვენთვის კარები, რომელიც იყო დახურული, გაიღება, მაგრამ ეს იყო დახურული თქვენს თავში უფრო. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მე ვერ შევძლებ, მე ვფიქრობ, რომ მე არ გამომივა, მე ვფიქრობ, რომ ხო შეიძლება რომ დაუშვათ ახლა, რაღაცა პროგრამას მოერიეთ უეჭველი რა. უეჭველი თქვენ თქვით, რომ არა, მე ყველაფერი შემიძლია, ყველაფერი ამ სამყაროში არის ჩემთვის, მე მაქვს უფლება მქონდეს ყველაფერი ის, რაც მე გამეხარდება და ვიმუშაო თუნდაც ან ვიყო დაკავებული საქმეს, რომელიც ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ გეუბნებით, რომ კარგ განაზღაურებას და წინსვლას გვაძლევს ჩვენ მხოლოდ ის საქმე, რომელიც ჩვენ გვახარებს, რომელიც ჩვენ სულისთვის არის კარგი, იმიტომ რომ შენ მაგაში ენერგიას დებს, შენ მაგაში ემოციებს დებ და ამიტომ რა თქმა უნდა, ისიც უკან შენ გპასუხობს სიკეთით. მე ის არ გამიხსნი, ახლა გავხსნი. და ამიტომ ნახეთ აქ როგორი საინტერესო სიტუაცია, რაღაცა მოერევით იმას, რაცაც შეიძლება, ნახეთ რამხელა ძალა არის თქვენში და თქვენ და მოერევით, მოგეცემათ მაგისი ძალა, მაგისი რა ვიცი რა გითხრათ, რომ ყველანაირად აქ სიყვარული. აქ ნახეთ როგორი ენერგია, გეუბნებით.
კი, ვიღაცა გაიცნოთ თქვათ მამაკაცს, რომელიც შეიძლება იყოს თქვენთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ამ კვირაში. შეიძლება აქ შეხვედრაზე თუ არის, აი ვიღაცა მეკითხებოდა, მგონი შეხვედრა თუ იქნება, კი ბატონო არის. ვიღაცა შეიძლება გაიგებს, რომ თქვათ აი მამაკაცებისთვის შეიძლება ინფორმაცია რომ დაუშვათ რაღაცა თქვათ, ორსულად დარჩება, თქვათ თქვენი ქალი, ან რაღაცა შანსი გეძლევათ, სიყვარულის შანსი. კიდე შანსი გეძლევათ, რომ აი, პენტაკლები მაინც ეს ყოველთვის უფრო აი ესეთი, ფინანსების თემაც არის, ხო? რაღაცა გაგეხარდებათ, ვინც მუშაობთ, თქვათ, დაუშვოთ თქვენ კლიენტებთან, ახალი კლიენტები მოგივათ და ძალიან გაგეხარდებათ, იმიტომ რომ იქნებიან უფრო ისეთები ანაზღაურებიანი რა, ანაზღაურება შეუძლიათ რა, მოდით ასე ვთქვათ, რაღაც შეიძლება ახალი ნაკადი წამოვა კლიენტების, რომელიცაც შეუძლიათ თქვენი თქვათ მომსახურება დააფასოთ სათანადოდ, მოდით ასე ვთქვათ რა. კიდე თუ ვიღაცა ხო გეუბნებით რაღაცას, ისეც შეიძლება ნაბიჯს გააკეთებს, ახალს სიმდიდრესკენ დაუშვოთ თუნდაც. ვიღაცა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ უნდა მოვიყვანოთ ცოლი ბიჭებისთვის, შეიძლება ეს მომენტი იყოს. აი ძალიან მაგარია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი თუ შევეხოთ ჩვენ ახლა საქმიანობას, აქ უეჭველი არის ნამდვილად, აქაც არის წინს, ეს ახალი ნაბიჯი არის. ანუ მოგიტანს რაღაცას, თქვენ ახლა სტაბილურებას, სიუხვეს, მოგიტანთ თქვათ, ყველაფერს ისეც რომ აი რაზეც ფიქრობდეთ, რომ ეს ძალიან სტაბილური არის საერთოდ პენტაკლების მეფეს ენერგია, მაგრამ რა მოგიტან, აი რაღაცა ახალი თქვენი ენერგია, თქვენი ემოციები, რომ მხოლოდ აი რასაც ჩვენ ვდებ ეს ვიბრაციები არის მაღალი, აი ტუზები ეს საერთოდ არის სამყაროს ვიბრაციები. რა ვიბრაციებს ჩვენ ვუშვებთ, ხო, დაუშვათ, ხო? სამყაროს ის იქ პასუხობს, იმიტომ რომ ახლა სამყარო არ ესმის ჩვენი სიტყვები, სამყაროს ესმის ჩვენი ვიბრაციები. რაღაცაზე რომ ფიქრობთ, რა ვიბრაციებს უშვებთ, თქვენ ახლა დაუშვათ, გახარებული ხართ, ამაღლებული გაქვთ თქვენ ახლა დაუშვათ ეს სურვილი კი თქვენი მდგომარეობა, ხო? თუ პირიქით თქვენ გაქვთ დაწეული, ხო? სიტყვაზე აი არ მჯერა კიფთ, ხო, მაგრამ არ მჯერა, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ გვეუბნებიან, რომ რასაც აი რაღაცა ძალიან მაგარი შანსი არის რა. კიდე შეიძლება ვიღაცასთან ახალი ეტაპი დაიწყება სიყვარულის ან ახალი შანსი, რომ ურთიერთობა თქვათ, შეიძლება თქვენ გოგოები თქვათ, ახლა მისცემთ ამ მამაკაცს დაუშვათ ახალ შანსს, რომ მოდი ახლა კარგი დაუშვათ. ან დაუშვათ მამაკაცი მოვა და გეტყვის, რომ იცი რა არის, მე მინდა შვილი. ბიჭებს აუცილებლად შეიძლება, ვიზედაც შეიძლება ზოგისთვის იყოს, აი გახარებული იქნება, რომ თქვა დაუშვათ, აი გავიგე რომ შვილი მეყოლება, ხო? სწავლა იგივე, თუ სწავლა გინდა თქვენ სადმე, იმიტომ რომ პენტაკლების მაინც ახლა პაჟი, ესე იგი მოსწავლე ყოველთვის, ხო, ესეთი ენერგია. აქ მოგეცემა თქვენ აი ფინანსურად ვიღაცა ან დაგეხმარებათ, ან თქვენ თვითონ მოიპოვებთ თანხებს იმისთვის, რომ თქვათ ახლა ისწავლოთ, შეიძლება შვილისთვის გინდა, კიდე შეიძლება შვილი გაგახარებთ თქვენ ძალიან რაღაცეთ. ან გაიგოთ თქვათ, რომ რაღაც ეგეთი ენერგია, ბევრი ვარიაცია შეიძლება იყოს. და ფინანსები მაგ კვირაში ჩვენ რა ხდება აქ? აქ პრინციპში ნახეთ როგორ არის თქვენ შეიძლება ახლა даже აქ რა იცით რა მოდის, რომ სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მოვიდეს ფინანსები. ნახეთ აქ როგორი ძალიან სერიოზული მომენტი არის. შვიდიანი თასების თან ახლა ამ შემთხვევაში რაღაც აჩვენებენ, რომ აი მე ვოცნებობ დაუშვოთ, ხო? ან მე ვფიქრობ თქვათ, რომ აი კარგი ენერგია ძალიან კარგად არის, მაგრამ პენტაკლები არის თასები, ფულზე ცოტა ისეთი ენერგია, როცა მე აი რაღაც ემოციებით ვარ ავსებული, მაგრამ აქ რა შეიძლება მოულოდნელად მოგივიდეთ თქვენ ისეთი თანხები, საიდან აი თქვენ რომ არც ელოდებით, შეიძლება არც მეოცნებია, მე ისე თუ ასე ჩქარა თქვათ, მოვიდეს თანხა, გაიგეთ? იმიტომ რომ შეიძლება არის რაღაც თანხები, რასაც თქვენ ელოდებით, მაგრამ სრულიად მოულოდნელად
ანუ ან რაც მე ჩავიფიქრე, ეგაც შეიძლება იყოს, სრულიად მოულოდნელად მოვა აქ თანხა. ხო მართალი ვიცი, მაგრამ ხო მართალი ვარ. კი ბატონო, კი მე-17 ენერგია არის. კი, ну, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქ თქვენ აი ეს უფრო ვერსია იქნება სწორი. მე რაზეც არც მიფიქრია, შეიძლება აი დაუშვოთ ახლა, ну, ხო გეუბნები, ხელფასი დაგიგვიანეს, ან თქვათ გზავნილს ელოდებოდეთ დაგიგვიანეს, ან დაუშვოთ ახლა სიტყვაზე ქმარს უნდა გამოეგზავნა ბავშვისთვის რაღაცა თანხები თქვათ დაიგვიანა, ან ალიმენტები ან რაღაცები, ხო? და უცბად ისე მოხდა ყველაფერი, რომ აი კი ვარაუდობდი, მე ახლა კი ვფიქრობდი, მაგრამ თუ ასე იქნებოდა ასე მალე და ასე უცბად, ნამდვილად არ მეგონა ისეთ შეტყობინებას მიიღე და აქ დაჟე შემიძლია ვთქვა, რომ გზავნილები წამოვა რაღაც, ანუ სიტუაცია რაღაც ძალიან სტაბილურდება. ეს თანხები რაც შემოვა თქვენთან, რაღაც დაგისტაბილურებთ სიტუაციას, იცით, იმიტომ რომ აქ დაჟე შეიძლება შორიდანაც იყოს რაღაცა ისეთი გზავნილები, მაგრამ პლუს კიდე თქვენ დაგაფასებენ ძალიან, შეიძლება ინტერნეტიდან, აი თქვა თუ დაუშვათ თქვენ ინტერნეტში მუშაობთ, რა ვიცი, შეიძლება იქიდან რაღაც გზავნილები წამოვა, მაგრამ კიდე რა გითხრათ? არა, ну, პრინციპში ხო გეუბნებით, ერთი და იგივეს მეუბნებიან კარგად, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით აქ. აქ თითქოს რაღაცა რაზეც მე ვოცნებობდი, ან რაზეც მე არ ვოცნებობდი, ანუ აი ეგეთი რაღაც მოდის. აქ სიძლიერე თქვენი, აქ ნახეთ, თქვენი საქმიანობა იქნება ძალიან კარგად შეფასებული. თქვენი აღიარება არის, რომ აი იტყვით, რომ აი მაგარი ვარ რა. აი მაგარი ვარ, შეიძლება დავჟე, თქვათ, აი ესეთი ზაკაზე მიიღოთ რამე, ეს სიტყვა შეკვეთას ვიღაცა მოგცემს ისეც რომ ვაიმე ღმერთო, მე არც მეგონა რომ თქვათ, ეხლა მე ეს მით აკაც პენტაკლის ენერგია, ხო? შეიძლება კიდე ნახათ, აი აქ ვიღაცამ სწორედ ისწავლა ფულის მართვა დაუშვათ და თქვენ აი სამყარო გაჩვენებს, რომ ოჩახ შენ, ესე იგი, ну, სწორედ დაალაგე, თქვათ, ყველაფერი აბსოლუტურად რა. და კიდევაც, ანუ ჩვენს, ну, ყოველ შემთხვევაში იმისთვის, რაც თქვენ გჭირდებათ, აუცილებლად იქნება. აქ დაგვიანებული ფულით შეიძლება კიდე შემოვიდეს ძალიან დიდი. აი იმიტომ ვთქვი, რომ ნახეთ, მე არც მეგონა, აი თქვათ ვიღაცას ვალი ქონდა თქვენი დიდი ხანია, ხო? ან დაუშვათ თქვენი ქმარი, თქვათ, ან შეიძლება რაღაცა სახელმწიფოდან რაღაცა, ხო? თანხები ну იყო დაგვიანებული რაღაცა თანხები, ისეც კი უნდა მოვიდეს, რომ უკვე აღარც ველოდებოდი და აგერ მოვიდა. გაიგეთ, აი ეგეთი რაღაცა შეიძლება აქ იყოს კიდე. ну, ურთიერთობაც ნახოთ ახლა. ურთიერთობაში რა ხდება? так, ურთიერთობაში არის რა? აქ ყავს ჩვენ რა ხდება? და ხდება. აქ იცით როგორი მომენტი იქნება? так. რაღაცნაირად იცით რა არის, რაც ხედა. შეიძლება რაღაც პრობლემები ხო არ ექნება თქვენს მამაკაც, გოგოებო, თქვენთვის არის ეგა იცით, მაგრამ აი თითქოს თქვენ დააბალანსებთ რამეს, შეიძლება ენატრებით, გაიგეთ ძალიან. ძალიან ენატრებით, ძალიან თქვათ ახლა, ანუ აი აქ ნახეთ ახლა შეიძლება გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანი თქვათ არ იღებ და მიიღებს, აი აქ ვთქვით, რომ შეიძლება წინადადება ვიღაცას, ეთქოს ბიჭი თქვათ, რომ მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე. გაიგეთ? იმიტომ რომ აქ ნახეთ რა ხდება, ბიჭებო, აი თქვენთვის თუ დაუშვათ თქვენი გოგო წავიდა, რომ გითხრა, რომ მე არ მინდა ეგეთი ურთიერთობა დაუშვათ და წავიდა. აი აქ წავიდა. იმიტომ რომ თქვათ, ახლა მე მინდა სერიოზული ურთიერთობა, მე მინდა შვილი მყავდეს, დაუშვათ, ხო?
და აქ ეს სიტუაცია რაღაცნაირად თქვენზე იმოქმედებს და გადაწყვეტილებას მიგაღებინებს, იცით? თუ დიდი ხანია ვიღაცა ელოდებოდა, თქვათ, ახლა აი მართლა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ არის ახლა იუსტიცია ეს ყოველთვის არის რაღაცა, ანუ დანახეთ ახლა ყველა ვარიანტში რაღაცა უსამართლობასთან, ახლა აქედან რაც რომ ჩვენ დავიკითხოთ, დავუშვოთ რა ხდება აქ, იმიტომ რომ შეიძლება დავუშვოთ, ნახეთ როგორი მომენტი არის კიდე. თუ დავუშვოთ აქ თქვენ გინდოდათ აი იცით როგორი მომენტია, როცა დავუშვოთ ახლა ბიჭ სიტყვაზე და გოგოს, ну თქვათ, უნდათ რომ აი თქვათ მიიღონ, ну მიიღეს გადაწყვეტილება ვიყოთ ერთად, მაგრამ ну არ მისცეს თანხმობა სიტყვაზე, ხო, ხდებით მშობლებმა დაუშვათ, ხო? მაგრამ და გოგო შეიძლება აკეთოს, რომ მაშინ ну კარგად იყავი და ეს ძალიან საწყენი იქნება ბიჭისთვის, ენერგიულებს ძალიან. მაგრამ აქ შეიძლება ახლა ბევრი რამე შეიძლება. აი ეს შეიძლება ზუსტ. არ დაუჯერებ და თუ ასე. აი რაღაცა სიტუაცია ისეთი მოხდება, რამაც მიაღებინებს ბიჭს გადაწყვეტილებას, იცით? ну აი ნამდვილად მე შენს გარეშე არ მინდა, მე მინდა შენთან ვიყო, არავისაც მე არ დავუჯერებ და მოვდივარ, ანუ всё, დამიბრუნდი. აი ეგეთი რაღაცა. მაგრამ განაპირობის აქ მამასთან შეიძლება რამე ჩხუბი კონდეს. თუ ბიჭი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ძალიან ინანებს. მაგრამ მე რას ფიქრობ უფრო, იცით, რომ აი რაღაცა ესეთი მომენტი იქნება, რომ შეიძლება პირიქით აი თქვათ გოგო რო არ წავიდეს, ან თქვათ გაიღვიძა გოგო წავიდა, იმიტომ რომ ეს უსამართლობა ვერ აეტანა, იმიტომ რომ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და იქნება მერე დაბრუნება. შეიძლება დააბრუნოს კი. იმიტომ რომ მაგის გარეშე არ შეუძლია და წავა ოჯახის წინააღმდეგ, აი ეს მომდიოდა სულ ოჯახის წინააღმდეგ წავა. ოჯახის წინააღმდეგ წავა ბიჭი აქ ვიღაცა. იმიტომ რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, მე მაინტერესებს ჩემი მომავალი, ეს ხალი არის ჩემი მომავალი და მაგის გარეშე მე არ მინდა და გააკეთებს არჩევანს, რომ კი ბატონო, თუ არ გინდათ, მე მაინც მინდა ეს გოგო რო იყოს, იმიტომ რომ აქაც ნახეთ როგორ მიდის ეს სურათი ისეთი არის რა. ну აი იმათთვის ვისაც აქტუალურია ეს სიტუაცია, თქვენი ისტორია აი ესეთი იქნება რა, მშვენიერი რა. ანუ შანსს გაძლევთ თქვენ სამყარო რაღაცა ახალი ბედნიერებისთვის, გაიგეთ? ანუ შეძლებთ პრინციპში, კი. კი. ну აი შვილზე რაც გითხარით, ვიღაცას თუ დაუშვთ გოგო ორსულად თუ ხართ, ხო? შემიძლია გითხრათ, რომ აი კარგად ჩაევლის თქვენი მშობიარობა და ზოგიერთში ამ კვირაში შეიძლება იმშობიაროს. შეიძლება ცოტა დროზე ადრე. აი სავანტყოფოში თუ წაიყვანეს დაუშვთ ვიღაცა და ბავშვს ელოდება, აქ გააჩენს ამ კვირაში ყველა ვარიანტი. всё, ჩემო ლამაზებო, ასეთი იყო ჩვენ დღევანდელი გაშლა, პროგნოზი ნახოთ ახლა როგორ იქნება, მე გელოდები თქვენ კომენტარებში. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და მიყვარს თქვენი კომენტარები და მე გისურვებთ ძალიან ნაყოფიერ კვირას, ბედნიერ და წარმატებულს.